და რაზე მინდა რომ ხაზმასო გავაკეთო. ნახეთ როგორ ავართ თითოეული ჩვენთაგან. როდესაც ბავშვის განათლებას ეხება საქმე, ან თუნდაც მის დაყვავს რაღაცა სპორტზე. არ ვზოგავთ მას არც ერთი წამი. არც ერთი წამი არ ვზოგავთ. დილას უთენია ავაყენებთ. ღამე გვიან დავაძინებთ. სანამ იმ დავალებებს არ შეება ეს თუ სპორტზე იქნება. უდიდეს დატვირთვაზე უშვებთ ბავშვს. უდიდეს დატვირთვაზე. ვინმე მისი არ გაიგოს ახლა მე სპორტს ვებრძვი. უბრალოდ მინდა რომ მაგალითი მოვიყვანო. აი მაგალითად რაგბიზე ვინც დადის, ვისაც ყავთ ესეთი ბავშვია, ან კიდაც ფეხბურთზე. რამხელა დატვირთვებს გადიან ისინი. არც ერთი ეს დატვირთვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, არ გეგონოთ ეს. ასეთი არაადამიანური დატვირთვა ადამიანის ორგანიზმისთვის კარგი არ არის. მაგრამ იმიტომ რომ ჩვენმა შვილმა მიაღწიოს წარმატებას, ამაზე მივდივარ შეგნებულად. კიდევ ვიმეორებ, ღამის ძილსაც მოვაკლებთ, ყველაფერს მოვაკლებთ. განათლებისთვის იგივეს ვიზამთ. სკოლაში ბავშვი დილიდან გაუშვებთ 5-6 საათი სკოლაშია, მერე მოვიყვანთ ერთი რეპეტიტორი, მეორე რეპეტიტორი, მესამე რეპეტიტორი. მერე წაიყვანო, განათლებული უნდა იყოს, მერე ერთი მუსიკა, მეორე, მესამე, ყველაფერი ბავშვი დილიდან ღამემდე არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ერთი წამი არ დავზოგავთ და თუ ვინმე მოვა და გვეტყვის რომ კაცო ბავშვია დაასვენე რასამ ტრა დაგვიქვავთ მას. მაგრამ როგორც კი მოვა მოდელი და გეტყვის რომ მოდი რა, იქნებ მარხვა დაიცვას ბავშვმა, ან იქნებ დილას კვირას ააყენო ადრე რომ ტაძარში მოიყვანო, ილოცოს. იმ წუთას რას ამბობ კაცო, მეცადინეოს ბავშვს საჩეულია მას მარხვა. მას ჭირდება ეხლა საკვები. ან კვირა უნდა დაისვენოს, ცოტა დაიძინოს, ყოველდღე ისედაც ესეთ რეჟიმშია. ხომ არ გახსენდებათ საკუთარი თავი? მე მახსენდება საკუთარი თავი. ეხლა მითხარით, ასე აღზრდილი ბავშვი სულიერი გაიზრდება თუ ხორციელი გაიზრდება? რა თქმა უნდა ხორციელი გაიზრდება. მაგრამ მერე როდესაც შედეგს დავინახავთ, რომ დავინახავთ რომ ეს ბავშვი 25-30-ის რო გახდება უკვე და დავინახავთ რომ ამ ბავშვს ეკლესია არ უყვარს. განა უპატივცემლოდ იქცევა, განა შეურაცხყოფას აყენებს, უბრალოდ არ უყვარს კაცო, არ არის მისი რა. შეიძლება მღვდელთანაც მიდის წელიწადში ერთხელ. შეიძლება აღდგომასაც კი ეზიაროს ხოლმე ხანდახან, მაგრამ ვიცით ახლა შინაგანი გული გვეუბნება რომ ამას არ უყვარს ეკლესია კაცო. არ უნდა რა, ჩვენი ხათრი თუ მოვა ხოლმე. მერე არ მოგწონს. მაგრამ მერე უკვე გვიანი. გაფუჭებულის გამოსწორება ხომ იცით რომ გაცილებით რთულია ვიდრე თავიდან. ამიტომ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა ჯერ ეს ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა თავის თავზე დააკეთოს ეს ყველაფერი და ასე უნდა ფიქრობდეს და ასე უნდა ცდილობდეს და მერე რა თქმა უნდა არც შვილი არ უნდა დაინდოს. სწორად გამიგეთ რასაც გულისხმობ ამაში. არც შვილი არ უნდა დაინდოს. ისე როგორც არინდო შენ შვილს სწავლა განათლებისთვის, ისე არ უნდა დაინდო შენი შვილი სულიერი განათლებისთვის. უფრო მეტიც, თუ რომელიღაცა ასარჩევი გაქვს, იქ დაინდე. იმიტომ რომ იქ ისეც ვერაფერს ვერ ისწავლის, რაც ქრისტეს წინაშე გამოადგება. და აქ კი სწორედ იმას ისწავლის, რაც მარადისობაში გამოადგება. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ეს წესით მარტივი ასარჩევი უნდა იყოს. იმიტომ რომ ვერც ერთი ჩვენთაგანი მათემატიკით ვერავის ვერ გავაოცებთ სასწავლებლში. ვერც ფიზიკით, ვერც ისტორიის ცოდნით, ვერაფრით. იქ ერთადერთი მოეკითხება ადამიანს რწმენა და საქმეები.